ქართული ოცნება უახლოეს მომავალში ამერიკული ფარას ზუსტ ანალოგს საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თარგმნაზე მუშაობას უკვე იწყებენ. აღნიშნული პროექტი ჩაანაცვლებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა რამოდენიმე თვის წინ საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანონს ათეულობით მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ემორჩილება, ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის ამერიკული ფარას ანალოგი ჩაანაცვლონ. ეს პირდაპირ აღიარება იმისა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად ამერიკული დაფინანსება გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რევოლუციების მოსაწყობად, არეულობის მოსაწყობად და NGO-ები ასრულებდნენ ამაში, უცხოიდან დაფინანსებული NGO-ები ასრულებდნენ ამაში გადამწყვეტ როლს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი უკვე დევს ხელის გულზე და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია NGO-ების გამჭვირვალობასთან და ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საშუალება არის ამერიკული ფარას კანონის პირდაპირ კოპირება. არავის არ უნდა გქონდეს იმის უფლება, რომ NGO-ების უცხოური დაფინანსებით ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ცნების წინააღმდეგ. სკანდალური ამხილებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დემოკრატიამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა გარეშე ჩარევებისგან. ჩვენ ვნახეთ მხილებები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა გავლენების, საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში, ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის არ ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა და სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა ფარასთან დაკავშირებით, ავიღებთ სიტყვა სიტყვით, გადმოვიტანთ საქართველოში. ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის თანხებს უცხოეთიდან, არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ რეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში და შესაბამისად კანონს არ შეუძლია თავისი ფუნქციის სრულად შესრულება და გამომდინარე იქიდან რა სკანდალის ტრიალებს ამერიკის შეერთებულ შტატებში USA-დან, NATO-თან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მათ შორის ვალდებულებაც, რომ დავიცვათ სახელმწიფო ინტერესი, დავიცვათ საზოგადოება, ქართველი ხალხი. საქართველოში ზუსტად იმ პირებზე გავრცელდება ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, ზუსტად იმავე რეგულაციებით, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ თარგმანი არ მოეწონებათ, თარგმნდა იმ კარგ თარგმანს მივიღებთ ჩვენ. ქართული ოცნება რუსულ კანონზე იძახდა, რომ ამერიკულიაო, სანამ ამერიკის ელჩმა არ უთხრა, რომ ეს არის იდიოტიზმი და იდიოტური პროპაგანდა და ამის შემდეგ გაქრა ამერიკულ კანონთან შედარების ცდილობებიც კი მათი მხრიდან. რუსულმა კანონმა ვერ იმუშავა და არ იმუშავებს არც ერთი შემზღუდავი კანონი, რომელიც ეცდება ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური სივრცის განადგურებას და მხოლოდ დატოვებას ივანიშვილის და მისი პატარა ბიჭების, რომლებიც მხოლოდ ერთით ცხოვრობენ და სუნთქავენ, ემსახურონ ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ და პირად ინტერესს. თავარი ამბავი არის ის, რომ ოცნების ეგრეთ წოდებულ მთავრობას აღარ აქვს რესურსი მართოს ქვეყანა და ისინი საკანონმდებლო ინიციატივებით ცდილობენ ჩაახშონ განსხვავებული აზრი, იგონებენ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილისთვის სხვადასხვა კანონებს. ყველა ინიციატივა ემსახურება იმას, რომ პროტესტის მუხტი იყოს ჩახშობილი. თავარი გამოწვევა, რომელიც დღესდღეობით არსებობს ოცნების რეჟიმისთვის, არის საპროტესტო აქციები და ჩვენი ხალხის პროტესტი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ინიციატივას ან რა კანონს
მოიფიქრებს ოცნების არალეგიტიმური მთავრობა. კანონი, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ შარშან, სწორედ მიმართული იყო იმისკენ, რომ კონდეს ჩვენ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია, იყოს გამჭვირვალე ის პროცესები, რასაც ქვია უცხოეთიდან ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსება, თუმცა როგორც ხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ხდებოდა და ხდება არასწორი ინტერპრეტაციები, მათ შორის ამ კანონის, ასე ვთქვათ, მიკერება მოხდა ამ კანონზე რუსულ ეგრეთ წოდებული რუსულ კანონად იქნა, ასე ვთქვათ, წოდებული, თუმცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სხვა საკითხებზე, რომელიც ეხება სწორედ ამ კანონის და გამჭვირვალობის უფრო ეფექტიან მოქმედებას და ამ შემთხვევაში იმისათვის, რომ აღარ იყოს რაიმე სპეკულაციები, რომელიმე ეროვნულ კუთვნილებასთან, სხვა კუთვნილებებთან ამ კანონის, დღეს ჩვენ გვაქვს მაგალითი ანალოგი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც შეიძლება ითქვას საუკეთესოდ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, სწორედ გარეთ ჩარევებისგან და ამიტომაც შესაძლებელია, რომ ჩვენ დავიწყოთ სწორედ ამ მიმართულებით ფიქრი, რომ იგივე ანალოგით მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ცვლილება თუ განახლება, როდესაც ვსაუბრობთ საკუთარი ინტერესების დაცვაზე უცხოური გავლენებისგან. მართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა მედიას ეხება, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და მედიის დევნაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მართველი გუნდის ინიციატივა ბრიტანული კანონმდებლობის გაზიარებას გულისხმობს, რომლითაც ქვეყანაში ფეიქ ნიუსის ყალბი ამბების გავრცელებას უნდა ებრძოლონ და ამით სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება. ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. ქართული ოცნების გეგმით ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით შეიქმნება პროექტი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. მათი თქმით, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს. ეს მედიის შემზღუდავ და მედიის სივრცის გამნადგურებელ კანონმდებლობას ეძახიან ბრიტანულ კანონს, რაც ასევე ტყუილია და მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენს. ივანიშვილის მიზანია ისევე როგორც წინა ხელისუფლების პირობებში დაიხუროს, გაქრეს და შეიზღუდოს დამოუკიდებელი ტელევიზიები. თავის დროზე როგორც იზღუდებოდა კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები. ეს არის განმეორება სულთანმხუთავი ხელისუფლების და ყველა ხელისუფლება თავის დროზე ასე იქცევა, როცა ისინი ძალიან ახლოს არიან ხელისუფლების დაკარგვასთან. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ და ივანიშვილმა დაიწყონ ცვლილებები საკუთარ სახელისუფლებო არხებზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა საკანონმდებლო ინიციატივებს შემოიტანს რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას და ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზეწოლას და ასევე ძალადობას. ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით თანხები იხარჯებოდა ორგანიზაციებში, მედია საშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. ფეიქ ნიუსებთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა ვებრძოლოთ ფეიქ ნიუსებს. ამიტომ აქაც ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებული არის მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან მიმართეთ დიდ ბრიტანეთს, ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ, ან თუ კი რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მის საელჩო. დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებით, ასე რომ არანაირი კავშირი ფეიქ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან ამ მხრივ არ აქვს. შეუძლებელია რომ დიდ ბრიტანეთში რაიმე არ იყოს სიტყვისა და გამოხატვის საწინააღმდეგო, ხოლო საქართველოში იყოს. ჩვენ გვაქვს კარგი პრაქტიკა,
ვიცით რა არის კარგი პრაქტიკა ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში მედიებთან დაკავშირებით და როგორც არის რეგულაცია დიდ ბრიტანეთში და მე მგონი არავის არ შეუძლია თქვას, რომ BBC-ს შიდა საქმეების სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ერევაო, მაგრამ არის კონკრეტული რეგულირებები და ამ რეგულირებებს ყველა იცავს დიდ ბრიტანეთში, ისევე იქნება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში, რომ მაუწყებლებმა დაიცვან კარგი პრაქტიკა ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს და მასთან ერთად ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი მეორე მოსმენი დაუჭირა. ქართული ოცნების ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენი დაამტკიცებს. საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე იგზავნება მესაკუთრის წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახრილ სივრცეში. აგრეთვე იგზავნება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება, ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა იქნება განსაზღვრული ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებაზე, პოლიციელებზე ძალადობის და მუხარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება. ჩვენ ხედავთ, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას, ეს არის პრევენცია სამართალდარღვევებისა და სამწუხაროდ ადამიანები აორგანიზებენ კოლექტიურად მათ შორის და მოუწოდებენ ადამიანებს, რომ დაარღვიონ სისტემატიურად ჩვენს სივრცეში არსებული კანონმდებლობა, არ ადაგიდებენ სხვა ადამიანების უფლებებს, არ ადაგიდებენ სხვა ადამიანების პირადღირსებას, მათ შორის ეს ადამიანები ცდილობენ, რომ დესტაბილიზაცია შემოიტანონ ქვეყანაში, სულ არეულობა გქონდეს და ჩვენ გვაქვს სულებები, რომლის მიხედვითაც გარკვეულ შემთხვევებში იქნება ეს შეკრება მანიფესტაციების წესების დარღვევა თუ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ეს ეხება საჯარო მოხელეებს, საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ამ ადამიანების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა იქნება პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე ახლა გვაქვს ჩვენ გათვალისწინებული მოქმედი რედაქციით, რასაც ექნება მათ შორის პრევენციული მექანიზმი. ჩვენი კანონმდებლობა რასაოს? არც შენი წინასწარი გაფრთხილება მინდა, რომ შეიკრიბო და არც არაფერი. ერთადერთი გამონაკლისის გარდა, რომ თუ ივარაუდება, რომ იმ რაოდენობის ადამიანები უნდა შეიკრიბონ, რომელიც გამოიწვევს გზის გადაკეთვას, წინასწარ გამაგებინე, რომ მე უზრუნველყო ეს გამოკეთება ისე შენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ანუ გზის გადაკეთვის ნებართვის გაცემაც კი არ ხდება, გამაგებინეს გეუბნება. ესეა ჩვენ კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციურია. პირდაპირ ჩანს, როგორ გამოიყენებოდა მეთოდებად, ზუსტად აი ის, ასე ჩვენ ხედავდით, საზოგადოებრივი წესრიგის, ასე ვთქვათ, ხელშეშლა, როგორც ერთ-ერთი მეთოდი, გარედან დაფინანსებული მეთოდი ხელისუფლების აყირავებისა, რაც ჩვენ ნახეთ არაერთხელ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას და ამ მხრივ ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რაც საჭიროა, რომ დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, ეს იქნება უზრუნველყოფილი. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულებულია. ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის შემდეგ დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მეორე ვადით დანიშვნა მიულოცა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ქართული ეკონომიკის გაზრდილ მაჩვენებლებზე. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია მათ შორის ყაზახი ინვესტორებისთვის. პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძე. საინტერესო საუბრები ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ბუნებრივი ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი მაქსიმალურად აღუდგენოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ისტორიული ფუნქცია. ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი ქონდა
ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. Რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ დაახლოებას, ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას და არის კონკრეტული ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, სხვა სექტორებში, რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშნვას. საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშნვა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებას. ასევე ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მაღალი შეფასება მიუწეს საქართველოს თქვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შარშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამ ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც რა თქმა უნდა სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. თქვენი ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენ შემდგომ თანამშრომლობას და ურთიერთობებს ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში. ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთში სტუმრობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ცხადყოფს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენ ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის, პარტნიორობისა და მეგობრობის გამტკიცების მიმართ. ეს მეგობრობა ეფუძნება ძალიან მტკიცე ისტორიულ ტრადიციულ ფესვებს. ასე რომ ამ პარტნიორობის გამტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და ყაზახეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ბოლო წლებში საქართველოში 600 მილიონის ყაზახური ინვესტიცია განხორციელდა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა კი 922 მილიონს აჭარბებს. მზარდია ტურისტების რაოდენობაც. არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იყო საუბარი ასტანაში 2 დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე. საქართველოს და ყაზახეთის განათლების სამინისტროებს შორის სამოუო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება და არ აქვს. ჩვენ არ ვიქნებით და არ ვართ ამ პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკურ ძალას მუდმივად გვახასიათებს თანმიმდევრული, არაემოციური ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, ამ გუშინდელი ფაქტებითაც დადასტურდა ის, რომ აჩქარები იყო განცხადებების დაწერა, ვიყენებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დაფინანსების შესახებ და იმაში, რაშიც ჩვენ ამომრჩეველი გვაძლევს დაფინანსებას, ამას ვიყენებთ. რა თქმა უნდა, მანდატების შეწყვეტას იყო და დარქმევა არავითარი ალტერნატივა, რაც შეეხება გახერიას პარტიას, არც მისი ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ზოგადად, არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისათვის, რომ მათაც შეუწყდეთ მანდატები, რაც არის მხოლოდ მისასალმებელი, ერთი თუ განსცემენ ამ სესიის განმავლობაში სხდომებს, მეორე თუ დაწერენ განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის ამ პოლიტიკურ პარტიასაც, ან ნაცმოძრაობის ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები. მათ აქვთ ნაცმოძრაობასთან ერთად შექმნილი კოალიცია დღემდე 4 მუნიციპალიტეტში, მასე დროს მათი სპეკულაციური, ასე ვთქვათ, ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის და საინტერესო თავისთავად ეს არის, რომ როგორც კი მცირე ბულინგი მოვიდა ნაცმოძრაობის სხვა განშტოებების მხრიდან მათ მაშინვე დაიხიეს უკან. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან ერთიანი კოლექტიური პოლიტიკური ძალის ნაწილი, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. 59 ნაც შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი ნაცი პარლამენტში. ნახოთ ისინი რას გააკეთებენ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც საბოლოო ჯამში მათ მიიღეს საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე. ვამბობდით ხომ ერთ მდინარეში ორჯერ არავინ არ შედის. ანუ გადაწყვეტეს რომ მეორეჯერ შესულიყო იგივე მდინარეში და ნახეთ რომ რაც დაემართათ საკუთარი ამ ქცევი. გახარია ვის ეძახის ნაც, სადაც ქართულ ოცნებას უწოდა ნაცი, იქ რომ ნაცი ასე თქვა სტაჟიანმა ნაცემმა რომ მოსთხოვეს, აიღო ის ბანერი. ასე რომ არის ჩვეულებრივად ერთი დაჯგუფება ხო ჩანს უკვე. მას ალბათ აქვს სურვილი რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე,
ეხლა როდესაც ხარ ოპოზიცია და ხალხის გარკვეულმა ნაწილმა დაგიჭირა მხარი იმისთვის, რომ მათი ხმა წარმოდგენილი იყოს და ისმოდეს საქართველოს პარლამენტში, შენიღებ გადაწყვეტილებას, რომ ეს ყველაფერი უგულებყო, თვალი დახუჭო ამ ყველაფერზე და გადადგა ის ნაბიჯი, რაც დანარჩენებმა გადადგეს, ხო? ალბათ მას აქვს სურვილი, რომ დარჩეს ოპოზიციაში და გააგრძელოს მოღვაწეობა, იმიტომ რომ ზოგადად რადიკალები ყოველთვის განწერულია მარცხნისთვის. ზახარია გადადგა მელიას გულისთვის, ხო? ამას როდესაც საუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონ გამოდიოდა რაღაცებს თავს იმართლებდა, თავის თანაგუნდელები რაღაც სულელებს საუბრობდნენ ამ ყველაფერზე, აგერ ელემენტარული ავიღოთ, ხო? ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერ გამოაქვეყნეს და შემდეგ დატუქსეს და ააღებინეს. ეს არის რეალობა და მათი პრინციპულობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მხილების პროცესი გახდა სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა. მართველი გუნდის გადაწყვეტილებით მომზადება მედიის შესახებ კანონი, ის ბრიტანული მოდელის და კანონმდებლობის შესაბამისი იქნება, რომლის თანახმად დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. სიცრუე და სიზული არის ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღი, რასაც იყენებდა Deep State საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი რაც შეიძლება შეეხებოდეს ეს ცვლილება არის სიცრუესთან და სიზულის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები, ხო? თუ ვინმე შეშინია იმის რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, სიზულის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის რა თქმა უნდა მისი პრობლემა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიზული არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და შესაბამისად აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე, ძირითადად უფლებისა, რასაც ქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებთან და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით თანხები იხარჯებოდა ორგანიზაციებში, მედია საშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. მეორე, ჩვენ საუბრობთ fake news-ებზე, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. fake news-ებთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენს რა თქმა უნდა ვებრძოლოთ fake news-ებს. ამიტომ აქაც ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ, ავიღეთ ბრიტანულ სტანდარტს, გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებით. ასე რომ არანაირი კავშირი fake news-ებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან ამხრივარ აქვს. სტანდარტებს სინამდვილეში დადგენას არ შეიძლება. საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოითხოვო, საღი აზრი გვეუბნება, რომ ინფორმაცია უნდა გადაამოწმო. ამის დაცვა არ ხდება. რატომ? იმიტომ არ არსებობს პროცედურები ამის ეფექტიანი დაცვის. ამიტომ პროცედურებია მთავარი, რომ მოქალაქეს შეეძლოს თუ კი არის ცელდება რაღაც fake news-ი მასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ყოფილს მოქალაქის შესაძლებლობა, რომ სიმართლე იქნება დადგენილი, ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო სახსრები მიემართებოდა ამა თუ იმ მედია ორგანიზაციაში იმისთვის, რომ გაეტარებინა ამ ორგანიზაციას იმ წინა ადმინისტრაციის თუ ცალკეული მის ინსტიტუციებისთვის საჭირო ნარატივი. ინმოისები გვანახეს პირდაპირ ამერიკელებმა, ისაც ჩვენ საუბრობთ, ინმოისები როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედია საშუალებებს იმისთვის, რომ მათი გავლენა, განფინანსების გავლენა გატარებულიყო ამ მედია საშუალებით, მაგალითად მოგიყვანთ 2020-21 წლებში ნედი აფინანსებდა TV პირველის ჟურნალისტების ხელფასებს. ეს ინფორმაცია რაღაც მომენტში გასაჯაროვდა და შემდეგ ნედმა დამაბა საერთოდ წაშალეს. სხვათა შორის ეხლა უკვე ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ნედი არის თაღლითური ორგანიზაცია და მალავს არ დაფინანსებს. აი ნედი TV პირველს 2021 წლებში საარჩევნო პერიოდში აფინანსებდა ჟურნალისტების ხელფასებს და ეს ის პერიოდი შეგახსენე, როდესაც TV პირველი მათ შორის იყო მოწინავე დეზინფორმაციის გავრცელებაში. რაც შეეხება ევროკავშირს და ბრიუსელიდან მიღებულ დაფინანსებას, აქაც მილიონ მაგალითს მოგიყვანთ. მათ შორის ბრიუსელის ადგილობრივი წარმომადგენლობა, ევროკავშირის საელჩო,
რაღაც კონკურსს ატარებს ჟურნალისტებისთვის და საპრიზო ადგილზე არის გასული ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელიც სათაურში ყურადღება ფორმულა პირველი არის ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით არის სიუჟეტი და რუსული მარში უწოდება. ოცნება იქცევა ისე, როგორც იქცეოდა 2012 წლის ნაციონალური მოძრაობა. აპირებს შემოიღოს მედიის შემზღუდავი კანონმდებლობა იმისთვის, რომ მოგუდოს დემოკრატიის ნებისმიერი მოძრაობა ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული, თუმცა სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, რასაც ქვია დეзинფორმაციის გავრცელება. ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რაც არის BBC სტანდარტი და რა თქმა უნდა ვიხელმძღვანელებთ ამით. ეხლა დღეს თუ არ შეიძლება ვინმე თქვას როგორც ფარაზე, ასევე ბრიტანულ სტანდარტზე, რომ ცუდია ან ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს, ხო? ვიმოქმედებ ისე, როგორც ამ განვითარებულ ქვეყნებში არის. თანამედროვე დემოკრატიებში მედიების დაფინანსება, გარე დაფინანსებით ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ეს სფერო ემსახურება არა საზოგადოების ინტერესებს, არამედ კონკრეტულ დამკვეთებს, რაც ასევე დამაზიანებელი არის დემოკრატიული პროცესების გამტკიცებისა და გაძლიერებისათვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივაც იქნება მნიშვნელოვანი, სწორედაც რომ სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით. თუ დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ არის, ზუსტად ანალოგიური კანონი იქნება ჩვენთანაც საქართველოში და შეუძლებელია რომ დიდ ბრიტანეთში რაიმე არ იყოს სიტყვისა და გამოხატვის საწინააღმდეგო, ხოლო საქართველოში იყოს. მე მგონი არავის არ შეუძლია თქვას, რომ BBC-ს შიდა საქმეების სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ერევაო, მაგრამ არის კონკრეტული რეგულირებები და ამ რეგულირებების ყველა იცავს დიდ ბრიტანეთში, ისევე იქნება საალდებულო ჩვენს ქვეყანაში. სიტყვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ვერანაირი რეგულაცია საქართველოში ვერ იქნება შემოღებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საწინააღმდეგოდ. ამ ფარგლებში ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც რა თქმა უნდა სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. თუ ვინმე თვლის, რომ ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების ფარგლებს მიღმა, მიაკითხოს ბრიტანეთის ხელისუფლებას და მისცეს ეს შენიშვნა. ჩვენ გადმოვიღებთ ამას.